რა ხდება? ძროხები რა, სად? აი ახლა აქ რა ხდება? ნუ აქ ახლა ყველა მოსახლეობას გამოყავს ძროხები, მენახირეს ჩააბარებენ და წაიყვანს მენახირე. მერე 7 საათზე რო არ იქნება დაწყებული, წამოიყვანს ისე უკან. აქ მერე მთელი მოსახლეობა აი აქ უნდა შეხვდეს, რომ არ გაიფანტოს ძროხები და ყველამ თავისი ძროხა ჩაიბაროს და წაიყვანოს სახლში. ესე ადამიანებს რამდენი ძროხა ყავთ აქ მოსახლეობას? არიან 10 ძროხა ყავთ, 12 ძროხა ყავთ, არიან 3 ძროხა ყავთ. ვის როგორ ახლა ზოგ სამსახურები როა ნაკლები ძროხები ყავთ. ვისაც ახლა მეურნეობა და სხვა შემოსავალი არაფერი არ აქვს, მაშინ უკვე ყავთ. 1-10 ძროხა გაჩნია. ესე ფიქრობ, რომ მომგებიანი ბიზნესია მაინც ეს, ხო? მცირე ბიზნესი. არც იმდენად რო იცოდე. არა, იმიტომ რომ არ ღირს, აი ახლა ცოტა ღირს ახლა შემოდგომას, როცა წველა არ არის. უკვე დამაკებულები არიან. და ნაკლები აქვთ. და როცა ბევრი აქვთ და ბევრი რძეა, მაისი, ივნისი თან მაშინ ცხიმიანია, კარაქიანია. აი ეს რძე. და მაშინ უფრო იაფიღეს რა არის 5 ლარი და 50 თეთრი ლიტრა, არაფერი. მერე აგვისტოს პირველ რიცხვებში უკვე იკლებს და უკვე მაშინ არ არის რძე. ასე. ხოჩალადა სვანეთი უძველესი ისტორიული მხარეა. აქ მეცხოველეობა ოდითგან იყო განვითარებული და რძის პროდუქტებიდან გასაკუთრებით სვანური სულგუნია გამორჩეული. მისი დამზადება ხდება საუკუნეების წინათ ჩამოყალიბებული ტრადიციების მიხედვით. დღეს ჩვენ წალკაში ჩასახლებულ ქართულ სვანურ ოჯახში ვიმყოფებით. ოჯახის დიასახლისი თვალისა გირგვლიანი ქალბატონი თვალზე გირგვლიანი თრიალეთის საჯარო სკოლაში მუსიკის და ხელოვნების მასწავლებელი არის. ის ახალგაზრდობაში ცნობილი მოცეკვავე და მომღერალი გახლდათ. სამსახურთან ერთად ოჯახში პატარა ფერმა არის და აქ ჩვეულებრივ ტრადიციამდე ამზადებენ სვანურ სულგუნს, რომელსაც შემდგომ ასე უნდა ურიორო. Там сылгин сохскане мошлубочка. უკეთეს, შენ უკეთეს, ხოჩილთხას ყენესი. ახლა არის ჩუხუგემე ჩანღონა. არის კარაქს ლოკე. ალი იყო ამხანკა კარაქხებში. კოლაზის კელებატს ამხანკა კარაქხებში. ბოლოში კარგად უნდა მოუჭირო, რომ ჰაერი არ შევიდეს. ანუ რა თქვი? Kati bromeskom turs. გემრიელესი სულ უნდა ჩააგდო მარილ წყალში. ეს შეინახე მთელი ზამთარი, არც გაფუჭდება არაფერი. მარილ წყალში ეს არის მარილ წყალი, მარილ წყალში ჩააგდებ და გექნება მთელი ზამთარი.